მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოც დისკუსია. დღეს ჩვენ დევნილებზე ვსაუბრობთ. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და რას გულისხმობს დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია. ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებს დღეს მინისტრი უპასუხებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით არახველიძე. შეგიძლიათ დაგვირეკოთ სტუდიის ტელეფონის ნომრებზე 292 11 88, 292 11 89. ასევე გააქტიურდით სოციალურ ქსელში ჩვენი მისამართია სოც დისკუსია რადიო იმედი. ასევე შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. დიდი მადლობა ბატონო დავით პირველ რიგში რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თქვენი გადაცემაში მონაწილეობა განაპირობა მსმენელების აქტიურმა მოთხოვნამ აქტუალური საკითხების მინისტრი ბრძანდებით. სანამ გადავალ კონკრეტულ შეკითხვაზე, მოდით მიმოვიხილოთ თქვენი მინისტრობის პერიოდი. რა მდგომარეობა დაგხვდათ სამინისტროში და პირველ რიგში რა პრობლემის მოგვარებით დაიწყეთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მე ყოველთვის მზად ვარ უპასუხო დევნილთა და ზოგადად საზოგადოების შეკითხვებს და ყველა იმ თემაზე ვისაუბრო, რაც აქტუალურია. მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დაგხვდა, ეხლა მე უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და მაინც და მაინც დიდი სურვილი აღარ მაქვს, რომ ბევრი ვისაუბრო, თუმცა ზოგადად ანალიზისათვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ მოვედით, ანუ 2012 წლის შემოდგომაზე დევნილთა საზოგადოება იყო ყველაზე უფრო ასე ვთქვათ გაღიზიანებული, გაბრაზებული ხელისუფლებაზე. ისინი რეალურად იყვნენ უიმედოდ, იჭრებოდნენ ყველა სახის საკუთრების შენობებში, იკავებდნენ ფართებს და ასე ცდილობდნენ თავიანთი პრობლემის მოგვარებას. მათ არანაირი ნდობა ხელისუფლების მიმართ და კონკრეტულად დევნილთა სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის მიმართ არ ჰქონდათ. ეს ვითარება გაგრძელდა თითქმის 2 თვის მანძილზე. და ჩვენ მოგვიწია, ასე ვთქვათ, ამაზე ამ მდგომარეობის დაძლევა, ამ მდგომარეობაში გარკვევა და მდგომარეობის შემოbrunება. პირველი, ასე ვთქვათ, ტესტი ჩვენ ჩავაბარეთ 2012 წლის დეკემბერში, როდესაც მოვახერხეთ ბაქოს ქუჩა ნომერ 39-ში ყოველგვარი ძალადობის გარეშე განთავსებინა გამოგვეყვანა იქედან შეჭრილი დევნილები, რომლებიც თავის მხრივ თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვდნენ და მათ ჰქონდათ ეს ლეგიტიმური უფლება პარტიის მოთხოვნისა, ხოლო მეორეს მხრივ სამინისტროს ეს პარტი განაწილებული ჰქონდა მეორე ჯგუფისადმი დევნილებისა, ეს იყო ეგრეთ წოდებული ბამბის ნართის მაცხოვრებლები, რომლებსაც თავზე ეგრეოდათ შენობა. ერთი არტოვებდა შენობას, მეორე ცდილობდა რომ თვითონ მიეღწია სამართლიანობასთვის და ჩვენ ვიდექით დევნილთა ურთიერთდაპირისპირების საფრთხის წინაშე. ჩვენ შევძელით მაშინ რომ ეს მდგომარეობა გამოხდა რაიმე ძალის გამოყენების გარეშე. თუმცა მათ ვისაც დავატოვებინეთ ჩვენ დაკავებული, ასე ვთქვათ, ოკუპირებული ფართები შევპირდით. რომ უახლოეს მომავალში მათ ასევე განვასახლებდით და თებერვლის ბოლოსათვის, როცა ჩვენ ეს პირობა პირნათლად შევასრულეთ და მოსკოვის გამზირის ბოლოს ბაბუცის ქუჩაზე განვასახლეთ 20 ოჯახი დაპირებისამებრ, იმ მომენტიდან დევნილ საზოგადოებაში დაიწყო უკვე შემოbrunება, გაჩნდა ნიშნები იმისა, დაიწყეს საუბარი მის თაობაზე, რომ იმდობიან თქვენ სამინისტროს შეიძლება მომავალშიც არ მოგვატყუარ. იმის შემდეგ ზუსტად 1 წელია გასული, ანუ თებერვლის შემდეგ, როგორც გითხარით, და ზოგადად უკვე წელიწადი და მეოთხე თვე მიდის ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა და ამ ხნის მანძილზე მე შემიძლია თამამად გითხრათ და ვაგო პასუხი ჩემს სიტყვებზე ყველას წინაშე, მათ შორის დევნილების წინაშე, რომ არასოდეს მათთვის ტყუილი არ მithქვავს. და არც არასოდეს არ მოვატყუებ. ამიტომ ხშირად კაბათი და ცხარე საუბარიც მიცევს მათთან.
რაც შესაძლებელია ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით დევნილებს და ეს დახმარება იქნება სამართლიანი, ობიექტური და გამჭირვალე. ამის გამო მაინც გარკვეული ნაწილი რჩება უკმაყოფილო ყველა თვლის, რომ მისი პრობლემა ყველაზე უფრო დიდი პრობლემაა, მისი მდგომარეობა ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობა ყველაზე უფრო დასუსტებულია, მაგრამ როცა საკითხს ვავთ რომ აი ვისაც ჩვენ მოვუგვარეთ დავუშვათ და ვისაც მივეცით საცხოვრებელი ფართი. მას ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა? აქ უკვე ვერავინ ვერ ამბობს რომ არ ეკუთვნოდა. ბატონო და ხშირად ისმის ბრალდებები რომ დევნილები არათანაბარ პირობებში არიან, ამაზე საუბრობთ ეხლა თქვენ და მე გულისხმობ 2008 წლის შედეგად იძულებოდ გადაადგილებულ პირებს და აფხაზეთიდან დევნილებს. ძირითადად ამ უკმაყოფილებას აფხაზეთიდან დევნილები ამბობენ რომ ჩვენ ნაკლებად ვაქცევენ ყურადღებას, ჩვენ უფრო დიდი ხანია რაც ვართ დევნილები და აქედან გამომდინარე უფრო მეტი გასაჭირი გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენად შეაფასებთ ამ ბრალდებას? როგორც საჩვენო საფუძველი ამას ქონდა 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ახალი ტალღის დევნილების მიმართ და უფრო კარგად შეიძლება ითქვას, უფრო კარგად გადაუწყვეტა მათ შედარებით პრობლემები, იქნებოდა ეს განსახლების თუ ზოგადად მატერიალური, ვიდრე ეს ხდებოდა 90-იან წლებში. ამიტომ ჩათვალეს 90-იანი წლების დევნილებმა, ეს იყო ეს აფხაზეთიდან თუ იყო ეს ცხინვალის რეგიონიდან, რომ ხელისუფლება მიკერძოებულად ახალ დევნილებს, ეგრეთ წოდებულ ახალ დევნილებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. შეიძლება ეს ასე იყო. ჩვენ შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ უფრო მეტ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კოლექტიური ცენტრის და კერძო სექტორის დევნილებიც კი გავათანაბრეთ და ახლად მიღებული კანონის მიხედვით ასეთი ცნებები აღარ არის. ყველა განიხილება თანაბრად მისი ცხოვრების პირობების მიხედვით. და ახალი კანონის მიღებამდე ჩვენი ნორმატიული აქტის შესაბამისად დევნილთა განსახლებისა და განსახლების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ უკვე ეს ნორმა შემოტანილი იქნა და იმ რაოდენობაში დევნილი ოჯახებისა, რომელსაც ჩვენ გასულ წელს მივეცით მუდმივი საცხოვრებელი და ეს იყო 1546 ოჯახი, ანუ 6000 მეტი ადამიანი, 70% დაახლოებით მეტნაკლებობით მოხდა კერძო სექტორიდან, ხოლო დანარჩენი კოლექტიური ცენტრებიდან. ბატონო დავით, საყოფაცხოვრებო ფართებთან დაკავშირებით აჭარაში გვახსოვს ჩვენ ხმაურიანი აქციები. ამასთან დაკავშირებით მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა აჭარის რეგიონში? გახსოვთ თუ ახლახანს იყო? ახლახანს. ხო, ძველიც გვახსოვს აჭარაში, როდესაც კინცის კვირით დევნიდნენ და ეკებოდნენ სასტუმროებიდან ადამიანებს, შემდეგ მისცეს კომპენსაცია არასაკმარისი და ეს ადამიანები დღეს ისევ ქუჩაში ან აქირებ საცხოვრებლებში არიან და ჩვენ გვიწევს მათი პრობლემის განხილვა და ზრუნვა. ხოლო ის რაზედაც თქვენ ეხლა მეანიშნეთ, ეხება 48 საცხოვრებელ ბინას, რომელიც ჩვენ გადავეცით დეკემბრის ბოლოს დევნილებს და აქ იყო პირობა იმის თაობაზე, რომ ეს საცხოვრებელი ბინები არის ცალკეული კორპუსების ქვეშ. ანუ მანამდე არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართები, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რომელიც არ იქნა ათვისებელ და 2 წლის მანძილზე არსად არაფერი არ გაკეთებულა, იყო მცარიელი, ხოლო დევნილები იყვნენ უბინავად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეკეთებინა საცხოვრებელ ბინებად და შესაბამისად გადაგვეცა დევნილებისათვის და როგორც ვითხარით 48 ბინა გამოვიდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა, რომელიც დღესაც აქტუალურია, ეს არის ობიექტების დაცვა და ობიექტების უზრუნველყოფა იმისა, რომ არ შეიჭრან ობიექტებში არა მარტო დევნილები, ამ შემთხვევაში და დევნილები კარგახანია ასეთ საქციელებთან თავს იკავებენ და უფრო სხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ თავს უწოდებენ სოციალურად დაუცველებს, ხოლო ზოგჯერ არ განმარტავენ ვინ არიან, მაგრამ არიან უსახლკარონი და ასე ვთქვათ ბინის მაძიებლები.
იჭრებიან და ეკავებიან სხვადასხვა ფართებს. ამიტომ ჩვენ უმეტესობა ობიექტებში გვეყევნია დაცვა. რაც არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. და ამ შემთხვევაში ეს 48-ვე ბინა აბსოლუტურად სხვადასხვა კორპუსის ქვეშ, სხვადასხვა მისამართზე იყო და ჩვენ რომ ყველა ბინასთან დაგვეყენებია დაცვის მუშაკი, ეს იქნებოდა ძალიან ძვირი. ამიტომ ზოგი ჩვენ წინასწარ გავუნაწილეთ განუსაზღვრეთ რომელი ბინა ვისი იქნებოდა, ხოლო მშენებელმა რა თქმა უნდა ყველას უნდა ჩააბაროს დასრულებული. იმ მდგომარეობით, როდესაც ხმაური ატყდას არ ვიტყოდი, მაგრამ როდესაც ამ თემამ გაიჟღერა და ეს იყო თუ არ ვწდები გუშინ წინ და გუშინაც იყო სიუჟეტი, ერთი ქალბატონი წუხდა ამის დაობაზე და სრულიად სამართლიანად 48-დან 2 ბინა იყო გუშინ წინდელი მდგომარეობით ბოლომდე დაუსრულებელი. 46 დასრულდა და 2-ც არის დასასრულებელი და ეს 2-ც უახლოეს დღეებში დასრულდება და შაბარდება. სიუჟეტში ნათლად ჩანდა რომ ქალბატონის გასაღები არ მოერგო. იმის კარებს და მას თავის გასაღებს გადასცემენ, როდესაც ეს ბინა დასრულდება. თუმცა მან იცის რომ მისი ბინა არის იქ. და აკითხავს უფრო მეტიც ჩვენ ალკოჰოლ ექსპერიმენტის საკითხიც გვაინტერესებდა ეს საკითხი, რომ თვითონ მათ გაუწიეს ზედამხედველობა და კონტროლი, როგორი ხარისხით შესრულდება სამუშაოები და თუ ის იატაკზე დაგებული ლამინატი ან კარები ან მინა ან ბაზანა არ არის შესაფერისი, მაშინ სწორად მოიქცა ის დევნილი, რომელსაც განაცხადა ამის შესახებ და ის კეთილს ინებებს კონტრაქტორი, მშენებელი ორგანიზაცია და შეცვლის იმას და მოეყვანს იმ ხარისხზე, როგორც მისაღები იქნება დევნილისათვის. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით და ვისაუბრებთ დევნილთა რეგისტრაციის შესახებ. დღის არხის ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ დევნილებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ბატონი დავით არახველიძე. ჩვენ მსმენელი ყავს ხაზზე. დიახ, ყავს მსმენელი. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ისიც რა მაინტერესებს, მოგესალმებით ბატონო დავით. დევნილთა შემოსავალი კი იზრდება, მაგრამ აი ეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება რო იწყება, დევნილებს ჩვენ თვითონ მოგვიწევს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და ამით რეალურად თუ შეგვიმსუბუქდება ყოფა-ცხოვრება. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, საკმაოდ საინტერესო შეკითხვა იყო. ბატონ დავით. ხო, მიღებაზე მყავდა. დიახ, ბატონ დავით. რას უპასუხებთ ამ დაფას? დიახ, ასეთი ცვლილება უკვე გაითვალისწინა კანონმა. კოლექტიური ცენტრის მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც იღებდნენ 22 ლარს, გაუორმაგდათ დახმარება, ისინი 1 მარტიდან მიიღებენ 45 ლარს სული, მაგრამ ოჯახმა ელექტროენერგიის გადასახადი უნდა გადაიხადოს თვითონ. ამისათვის მათ აუცილებლად დაუყენდებათ ინდივიდუალური ბრიცხველი, იქ სადაც ასეთი ბრიცხველი არ არის და თვითონ დათვლიან რამდენი ელექტროენერგია დახარჯეს და იმის საფასურს გადაიხდიან. მაგრამ ამ მომენტისათვის მათ დავალიანება არ იქნებათ არანაირად. ჩვენ თითქმის უმეტესობა ობიექტებში სრულად დავფარეთ და დარჩენილ დროში კიდევ გადავიხდით, თუ სადმე რაიმე დავალიანება არის. მათ გადაეცათ სოციალურად 70,000 კოლაზე უფრო ნაკლები ქულის მატარებელ ოჯახებს ასევე 200 ლარიანი ვაუჩერები, რომლითაც წინსვლებითაც შეუძლიათ ეს საფასური დაფარონ. ხოლო შემდეგ, როდესაც დადგება მომენტი და ისევ დააგროვებენ და ხარჯი თვითონ უნდა დათვალონ და შემდეგ თვითონ უნდა გადაიხადონ. თუმცა ესე იგი ერთ წევრზე ოჯახის ერთ წევრს დაემატა 23 ლარი. თქვათ ავიღოთ სიტყვაზე 4 სულიანი ოჯახი, მშობლები და 2 ბავშვი, ხო? ჯამში 4 ჯერ 23 92 ლარით გაიზარდა ოჯახის შემოსავალი.
92 ლარის ელექტროენერგია ძალიან სერიოზულია და რა თქმა უნდა გონიური ხარჯის შემთხვევაში ოჯახი ელექტროენერგიის საფასურს დაფარავს და პირიქით არჩევა დამატებით შემოსავლები არ გაზრდილი. ბატონ დავით, სულ რამდენი ოჯახის გამრიცხველიანება მოხდა თუ არის სტატისტიკური მონაცემები ამ კუთხით? დიახ, თბილისში გამრიცხველიანებული იყო 80% ოჯახებისა, ობიექტებისა უпростоრად და დარჩენილი 20%-ის გამრიცხველიანება დასრულდება მარტის ბოლომდე, ანუ ვიდრე გადახდის მომენტი დადგება, მანამდე ყველას ეკნება ინდივიდუალური მრიცხველი დაგანებული. ერთი თვით ცოტა გადაცდება ეს რეგიონებში, მაგრამ პროცესი წავა ისეთნაირად, რომ ასე ობიექტი, რომელიც შეიძლება ვერ მოესწროს, დაუშვათ აპრილის ჩათვლით, კოლექტიური მრიცხველი მაინც იქნება, ჩვენ თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას აღრიცხვაში და შესაძლებელია ცალკეული ობიექტები და ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა, 5%-იც კი არა, რაღაც ერთი თვის მანძილზე შეიძლება იქ საჭირო გახდეს კომუნალური მრიცხველის ხარჯის გადანაწილება დევნილთა შორის. აპრილის ბოლოდან, მაისის დასაწყისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამრიცხველიანება დევნილთა სასახლებებში სრულად იქნება დამთავრებული. დიახ, ბატონ დავით, კიდევ ერთი მსმენელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. მოგესალმებით, ბატონო დავით. როგორც ვიცით, დამთავრდა საყოველთაო რეგისტრაცია დევნილთა. რეგიონებში რიგდება ეს ახალი მოწმობები და თბილისში როდის დაიწყება და რა შედეგებია და ის დევნილები, რომელიც ვერ გაიარეს ეს რეგისტრაცია, სად უნდა მივიდნენ? მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ დავაანონსებთ რეკლამის წინ ეს საკითხი, ბატონ დავით და მე კიდევ სხვა შეკითხვას დაგისვათ, გავცეთ პასუხი. დასრულდა დიახ სავალდებულო რეგისტრაცია 274,000 მანამდე სიით არსებული დევნილიდან სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა 246,606-მა დევნილმა. გარკვეულმა რაოდენობამ, რამდენიმე ასეულმა, თითქმის 500-მდე ადამიანმა უკვე მომართა სამინისტროს ახსნა-განმარტებით და სხვადასხვა მიზეზის მითითებით, რომ მათ საპატიო მიზეზით ვერ მოახერხეს რეგისტრაციის გავლა და მათი საკითხი იხილება სამინისტროს მიერ და თუ ყველაფერი მათ წესრიგში ექნებათ, ზემოთი გართულებული პროცედურების გარეშე გაივლიან რეგისტრაციას. სამინისტროს უნდა მომართონ, ბატონო. სამინისტროს უნდა მომართონ და მაგრამ ისინი, ვინც საბოლოო ჯამში 1 მარტამდე ვერ გაივლეს რეგისტრაციას, ანუ ჩვენ 2 თვით გადავწიეთ კიდევ ეს ვადა და მთლიანობაში გამოდის 7 თვე და თუ დევნილი 7 თვის მანძილზე ვერ ცხადდება, ვერც თავის მუნიციპალიტეტში, სადაც ის არის განსახლებული, ვერც სამინისტროში, ვერც სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში, მაშინ ნათელია, რომ ის არ იმყოფება ამ ქვეყანაში და მათ შეუწყდებათ დევნილის სტატუსი. მანამდე ვიდრე არ გამოცხადებიან ფიზიკურად და არ დაადასტურებენ თავიანთ დევნილობას და დევნილების კანონიერებას. აქვე აღნიშნავს, სანამ თქვენ შემდეგ შეკითხვას დამისვათ, აღნიშნავ იმის თაობაზე, რომ ესე იგი, მათ შორის, ვინც გაიარა რეგისტრაცია და ყველა დოკუმენტი ჰქონდა წესრიგში, 3,000-მდე ადამიანის დევნილობის კანონიერება დადგა ეჭქვეშ და გადამოწმების შედეგად, რაც გადამოწმა თითქმის ყველას შეუწყდა დევნილის სტატუსი და მათი რიცხვი 300-ზე მეტია. პროცესი მიმდინარეობს, ეს 3,000 მთლიანად გადამოწმდება და დიდი ალბათობით მათ დიდ ნაწილს ჩამოიტმევა დევნილის სტატუსი. ყალბი დოკუმენტების გაცემაზე საქმე არ იმართება სამართალდამცავ ორგანოებში, მთავარ პროკურატურაში მიდის ეს საქმეები მათ მიმართ, ვინც გასცა ყალბი ცნობები. მათი საცხოვრებლის მიხედვით საჯარო მოხელეებზეა საუბარი. ხოლო თვით დევნილები, თუ მათ მხოლოდ დევნილის შემწეობა აქვთ მიღებული ამ ხნის მანძილზე, ისინი თავისუფლებიან
სისხლისმომავლობრივი დევნისაგან ამნისტიის შედეგად, რომელიც შევიდა ძალაში. რაც ეხება თბილისში დევნის მოწმობების და გაცემის საკითხს და აქვე აღნიშნავდი, რომ ახალი ტიპის მოწმობა, ეგრეთ წოდებული CD პლასტიკურ ბარათზე დამზადებული, არის მაღალი ხარისხის დაცული ნიშნებით, ახალი დიზაინის და დამატებითი რეკვიზიტები, იქ მუდმივი საცხოვრებლის, რეგისტრაციის ადგილის და ფაქტიური საცხოვრებლის შესახებ. დარჩა მხოლოდ თბილისში ამ მოწმობების დარიგება და გუშინ 107,000 ცალი ასეთი მოწმობა მიტანილი იქნა ლიბერტი ბანკის სათავო ოფისში. 2 დღე ალბათ მათ დაჭირდებათ იმისათვის, რომ გადაანაწილონ მისამართის მიხედვით თავიანთ ფილიალებში და 2 დღეში, ანუ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის თბილისში დაიწყება გაცემა დევნის ახალი მოწმობებისა და ამით დასრულდება პროცესი. ანუ ეს საცხოვრებელ ბინაზე გაიცემა თუ დევნილი ვალდებულია მივიდეს? დევნილი უნდა მივიდეს ლიბერტი ბანკში, იქ საიდანაც ჩვენ დევნილები ღებულობენ შემწეობას დევნილისას და მათ ყოველგვარი ასე ვთქვათ სასყიდლის ან რაიმის გარეშე, როდესაც მიაკითხავენ სხვა საკითხს, მათ ამავდროულად შეუძლიათ მიიღონ დევნის მოწმობა. ბატონო დავით, თქვენ აღნიშნეთ, რომ დევნილებს 3,000-ზე მეტი ადამიანი იყენებდა დევნილის სტატუსს. თვითმარქვია გაჩნდა ესეთი ტერმინი ამ დროს. რა ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგენეს მათ და ვინ იყო გაცემული ადრე ძველი ხელისუფლების დროს ეს ყალბი დოკუმენტაცია, თუ მას შემდეგ გაუმჯობესდა მათი ყოფა-ცხოვრება და მდგომარეობა და აქედან გამომდინარე ისინი აღარ ითვლებიან დევნილებით? დევნის სტატუსის მინიჭების პროცედურა ასეთია, პიროვნება გამოცხადდება სამინისტროში, წარმოადგენს პირადობის მოწმობას, სადაც მითითებულია თუ მის მიერ გაცემული ეს პირადობის მოწმობა და რომელ მისამართზე და აქ უნდა იყოს აუცილებლად მისამართი ოკუპირებული ტერიტორიისა და დამატებით წარმოადგენს უკვე ახალ იმ დროისათვის, როცა ეს გამოცხადდა, გაცემულ ცნობას ტერიტორიულ ორგანოდან დაუშვათ აფხაზეთის წარმომადგენლობიდან ან ცხინვალის რეგიონის ამა თუ იმ მუნიციპალიტეტიდან კომისიური წესით გაცემულს, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ომამდე ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად. ამის საფუძველზე გაიცემოდა დევნის მოწმობა და ენიჭებოდა დევნის სტატუსი. ჩვენ პროცედურა ცოტა უფრო გავამკაცრეთ და ამ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ დევნის სტატუსის მაძიებლისგან კომისია ითხოვს ინტერვიუს ჩაბარებას. მან ნათლად უნდა ახსნას საცხოვრობდა, სწავლობდა, სადმუშაობდა, ვიყავდა მეზობლები. ამ დაწვრილებითი ინფორმაცია უფრო. თანაკლასელები, თუ თანაკურსელები, თუ მეზობლები და შემდგომ, როდესაც ადამიანს წარმოდგენა არ აქვს დაუშვათ იმ ადგილზე, სადაც მითითებულია თითქოს მისი საცხოვრებელი იყო, აღარ ახსოვს აღარც კლასელი, აღარც მეზობელი, აღარც თანამშრომელი, არც უფროსი, არც მოვალდერი, არც მოადგილე და ბევრი მათგანი მერე თვითონ აღიარებს, რომ ის არ ცხოვრობდა იქ და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საშუალებით მიიღო მან ეს სტატუსი. აქედან გამომდინარე დევნილების რაოდენობის რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია სტატისტიკის მიხედვით. დევნილების რაოდენობის რიცხვი, რომელთა სტატუსი დღეს აქტიურია, ასე ვთქვათ, შემცირდა დაახლოებით 30,000-ით. და კიდევ ერთი ზარია ჩვენ სტუდიაში, მოგესალმებით, გისმენთ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. სამწუხაროდ გაიქიშა მსმენელი. კიდევ ერთხელ სცადეთ 292-11-88. ბატონო დავით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კიდევ გადმოწიეს საზღვარი და გააბეს მავთულხართები სოფელ ლამისყანის ტერიტორიაზე და მოსახლეობა ვეღარ ახერხებს თავისი კუთვნილი მიწების დამუშავებას, ასევე საცხოვრებელ სახლში არ შედის. ასეთი ტიპის ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ხმარობენ თავიანთ კუთვნილ მიწას, ვერ მოიხმარენ, თუ არის გათვალისწინებული დევნილთა სამინისტროს მხრიდან რაიმე კომპენსაცია? ამ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, მუშაობს სამთავრობო კომისია, რომელშიც ჩვენი სამინისტრო წარმოადგენილია მოადგილის
სახით ეს არის ბატონი მარუკა ცოტნიაშვილი, რომელიც არის ცხინვალის რეგიონიდან, თვითონ უბრალოდ ქალაქ ცხინვალიდან. მე არ ვიტყოდი რომ გადმოწიეს და გაავლეს, ეს ცნობილი ამბავია, ისინი მიყვებიან იმ რუკაზე დაჩვენებ ყოფილ ადმინისტრაციულ ხაზს, რომლის მიხედვითაც საბჭოთა პერიოდში მონიშნული იყო საზღვრები, მაგრამ ესე იგი თქვენ შეკითხვაზე თუ რაიმე ექტარდება ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მოსახლეობისათვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ამ სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი არის ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ასევე რეგიონალური შერიგებისა და შეიცვალა ხა სამინისტროს სახელი ბატონი პაატა ზაქარიაშვილი, სხვა სამინისტროები წარმოდგენილი არიან, მათ შორის იუსტიციის, შინაგან საქმეთა, დევნილთა და სხვა მოადგილეების დონეზე. ენერგეტიკის ასევე ძალიან სერიოზული სამუშაოები ხორციელდება, გაზიფიცირების, თვალსაზრისით გზების გაყვანის, წყალმომარაგების უზრუნველყოფის შეშის პროგრამა შესრულდა ზამთრის. ანუ შეღავათები ამ ადამიანებისთვის არის. დიახ, მიწების კერძო საკუთრებაში დაჩქარებულად გადაცემის საკითხები იქნა განხილული და გადაწყვეტილი იქნა ეს საკითხები, ხოლო ჩვენ ახალ კანონში დევნილთა შესახებ შეცვალეთ დევნილის ცნება, დეფინიცია და ტერიტორია ადამიანი, რომელსაც მოუწია დაუშვათ ტერიტორიის დატოვება, თუ ასეთი იქნება, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიიდან არავინ არ ტოვებს ამჟამად ამ პირიქით ღონისძიებებისათვის ხორციელდება, რომ ისინი ძალიან მყარად იყვნენ და არანაირი განცდა არ ჰქონდეთ. თუმცა კანონი ითვალისწინებს სტატუსის მინიჭებას არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაადგილებული იძულებით გადაადგილებული პირისათვის, არამედ მასობრივი ძალადობის ნებისმიერი მსხვერპლისათვის ნებისმიერ ტერიტორიიდან. კიდევ ერთი მსმენელი მყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. არის მისცემის. დიახ, ისმის, ქალბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. იცით რა მაინტერესებს? ჯერ საყვედური ოპერატორს, რომ მალოდინა ასეთი ისე რომ ჩემთვის 10 თეთრი ფულია, 4 წუთი, 6 წუთი, თქვენ თვითონ იმან უნდა გადომირიცხოს ის ფული, რაც დამახარჯინა. ეხლა გოდის აღებებისთვის ფსიქიატრიული ავადმყოფი და ესა ასეთი შეკითხვა მაქვს. დიახ, გისმენთ. თუ მაგალითად თქვენ სტუმარს არ შეუძლია პასუხი გამწეს, იქნებ მოიწიოთ ისე რომ ვის გამწეს, აი ეს მოკლედ იწეს. დიახ. მე ვარ სოციალურად დაუცე, რომელსაც 18,000 ფული აქვს. მართალია ძალიან ცოდნი არიან წოლვინები, მაგრამ აი ესეთ რატომ არ უნდა დარიგებულიყო ის ან ენერგო ვაუჩერი, ან სხვა რაიმე შეღავათი, არაფერი რო არ არსებობს, აი ისა მე მაგალითად ჩემთვის დიდი მადლობა ქალბატონო შეკითხვისთვის. ეს შეკითხვა ბატონ დავით არ ეკუთვნის, ეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ეკუთვნის. ჩვენ აუცილებლად მომდევნო გადაცემაში მოვიწევთ მას და შეგიძლიათ დარეკოთ და დაუსვათ მას კონკრეტული შეკითხვა. ბატონ დავით, ჩვენი დრო იწურა. მე ვიტყოდი, რომ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის და შრომის სამინისტრო ახორციელებს ღონისძიებებს და მუშაობს პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით, რომ სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა გააუმჯობესოს და სოციალურად დაუცველებში შედიან მიუსაფარნიც, რომელთათვისაც ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა პროექტი და მიუსაფართა სახლები სტაციონარული სახლების მშენებლობა იწყება უახლოეს მომავალში. ეს რაც შეეხება საცხოვრებელს და რაც შეეხება ასევე დახმარებას, მატერიალურს, ფულადს და ასე შემდეგ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება და მე დავამშვიდობდი და ქალბატონი და დავაიმედო, რომ უახლოეს მომავალში ის იგრძნობს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. დიახ, ბატონ დავით, ჩვენი გადაცემის დრო იწყება, რამდენი წუთი დაგვრჩა ზუსტად და დევნილთა საარსებო წყარო სტრატეგიაზე მინდა რომ ვისაუბროთ, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რას ეხება ეს სტრატეგია და რამდენად შეღავათი იქნება დევნილებისთვის ამ სტრატეგიის მიღება. ჩვენ ძალიან გვინდა რომ
ეს იყოს დევნილებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი და მე თამამი შეიძლება გამოვიდე ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ რაც გამოცხადეთ ერთი წლის წინ იმ მიმართულებით მყარად ვართ, ჩვენ მიმდინარე წელს როგორც შეპირებული იყო დავიწყებთ ახალ მშენებლობებს და ჩვენ გვაქვს ნათელი წარმოდგენა და გეგმა იმისა, თუ როგორ განვახორციელოთ დევნილთა განსახლება და განსახლების ასე ვთქვათ დასრულება ბოლომდე მიყვანა უახლოეს წლებში და პარალელურად მარტო ბუნებრივია რომ მარტო საცხოვრებელი არ არის დევნილების პრობლემა, მეორე ადგილზეა მათი შემოსავლის წყაროების და შემოსავლის წყაროებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და ამ მიმართულებითაც ვიწყებთ სერიოზულ სამუშაოს. გასულ წელს ცოტა ჩავარდნა გამოგვივიდა, სიჩქარემ ცოტა დაგმოგვიანა, ანუ გვინდა ჩქარა და მოგვიდა ცოტა გვიან, მაგრამ ეხლა საფუძვლიანად მოვყევით ამ საქმეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო დონორებთან დავამუშავეთ და მთავრობამ მოეწონა დევნილთა შემოსავლის წყაროების სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, შესაბამისად უნდა მოგვცეს 5 მილიონი ევროს დაფინანსების გახსნა, შემდეგ იმედი გვაქვს ეხლა ხან მივიღეთ მსოფლიო ბანკისგან მხარდაჭერის წერილი და მოლოცვის წერილი ამასთან დაკავშირებით ამ ყოველივესთან, რაც გვაძლევს იმედს, რომ წელსვე შეიძლება 2 მილიონი დოლარი გაგვემატოს კიდე და შემდეგ გაიხსნას ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი 30 მილიონ დოლარიანი რამდენიმე წლიანი დევნილთა შემოსავლის წყაროების უზრუნველსაყოფად და ეს ძალიან ბევრი დევნილის პრობლემას გადაწყვეტს. ჩაებებიან ისინი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური საქმიანობის ფერხულში, ასე ვთქვათ, მთლიანობაში ეკონომიკურ ზრდაში მიიღებენ მონაწილეობას და შემოსავლებსაც უზრუნველყოფენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დიდი მადლობა ბატონო დავით სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ასეთი იყო დღევანდელი სოც დისკუსია. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა. საერთო